ქალბატონო მზია, აი როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი? თქვენ ხართ მომღერალი, თქვენი გეგმები გქონდათ, თქვენი სურვილი, აი ჩანაფიქრი, მიაღწიეთ. რა არის მთავარი? აი სად არის თქვენი ბედნიერება? იცით რა არის ბედნიერება? ზოგადად ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ბედნიერები, უბრალოდ ამას ვერ ვხედავთ. მანამდე სანამ რაღაც ისეთი არ ხდება, რომ ეს გამოგეცლება. როგორც კი გამოგეცლება, იმ წუთში ფიქრობ, რომ ვაიმე, თურმე რა ბედნიერი ვყოფილიყავი. ეხლა მე ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ მე უბედური ვარ. არა, მე ვარ ბედნიერი ადამიანი. რომ დავფიქრდები და გადავხედავ ჩემს ცხოვრებას. რაც მინდოდა, გავაკეთე, შევძელი, მივაღწიე, ნელ-ნელა, მიზანდაცახულად, არ მიჩქარია, ცხოვრება მომიტანა. შემდგარი ქალი ვარ პროფესიაში, შემდგარი ქალბატონი ვარ, შემდგარი დედა ვარ, ბებო ვარ. ეს არის ბედნიერება. ჩემი იდეალური სრულყოფილი ცხოვრება. ნუ მთლად იდეალური შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი. ანუ კომფორტის ზონაში ვარ. ხო, მაგრამ არ გითქვამთ, რომ აი მაშინ რა ბედნიერი ვიყავი? სხვათა შორის მithქვამს, როცა მიყვარდა პირველად და ისეთი გრძნობა მეტი რო არ მქონია. მართლა. კი. რა იყო, როგორი იყო? როცა გიხარია გათენება, გიხარია დაღამება, გიხარია რომ ახალი სიმღერა იწერება შენთვის, ეხლა გიხარია რომ დაგირეკავს და უნდა გახვიდე, მაშინ არ იყო მობილურებს, სად იყო იქ მეზობლის ტელეფონზე რომ იმ ქალაქიდან იმ ქალაქში დაგირეკავს და ვაიმე ეს ვაიმე როგორ მიხარო და ხმას რო გავიგონებდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, აი არ ვიცი. მე ამ ბედნიერების ესეთი სავსე დავჭდებოდი, ვიმეცადინებდი, გავაკეთებდი, ამას გავაკეთებდი, იმას მაძლევდა, სტიმულს მაძლევდა ეს, გამიგეთ? ძალიან ბედნიერი ვიყავი. კი, ეხლაც მაქვს ესეთი მომენტები, როცა მე სტიმული მაქვს, რა თქმა უნდა და არ გამომილიოს ეს სტიმული ღმერთმა ცხოვრებაში, ახლაც ასეა, მაგრამ ის პირველი გრძნობა იყო სხვანაირი. ისე რა საოცარია, როგორც კი დაიწყეთ საუბარი, ესე იგი თვალები აუბრწყინდა, აუბრწყლიავდა. აკიაფთა, ანთო ცეცხლი.